თებერვალში მერწყულები გადახვალთ ფაზაში, როდესაც გაჩერება აღარ გამოვა, მარსი თქვენს ნიშანში მოქმედებას მოითხოვს და პროცესებს აჩქარებს. სავსე მთვარე ლომში უკვე თვის პირველივე დღეებიდან დაგაყენებთ ცხოვრების სარკის წინ და გაჩვენებთ როგორ აღიქმება თქვენი ტრანსფორმაცია სხვების მხრიდან. ურთიერთობები შიშვლდება და რეაქციები დაუფარავი ხდება. ხოლო 17 თებერვალს მზის დაბნელება თქვენს ნიშანში საბოლოო გადატვირთვის პროცესს დაიწყებს. ძველი იდენტობა იშლება და ჩნდება მთავარი კითხვა: ვინ ხართ ახლა? თუ ამ ცვლილებებს შინაგანად თქვენს გრძნობთ, მოდი ერთად ვნახოთ, რას მოგიტანთ ეს თვე პირადად თქვენ. მოგესალმებით არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი და დღეს გთავაზობთ 2026 წლის თებერვლის ტაროსკოპს მერწყულებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია, მონეტების ორიანი. თებერვალში თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება დაიცვათ ბალანსი და შეინარჩუნოთ შინაგანი ჰარმონია. საჭირო გახდება გამოავლინოთ ადაპტაციის საუკეთესო უნარები, მოხერხებულად გაანაწილოთ თქვენი ყურადღება და ენერგია ადამიანების და საქმეების მიმართ. სავარაუდოდ ამ პერიოდში ადგილი ექნება ცვლილებებს, შეიძლება ითქვას გარკვეულ რყევებს, თქვენშიც და თქვენს გარშემოც და მნიშვნელოვანია იყოთ ადეკვატურები და არ დაკარგოთ წონასწორობა. ნებისმიერი არჩევანი გააკეთეთ დაფიქრებულად, სწორად დასახეთ თქვენი პრიორიტეტები და ემოციების გარეშე მაქსიმალურად პრაგმატულად მიყევით თქვენს გეგმას. თუ მიხვდებით, რომ პასუხისმგებლობებს, რომელიც საკუთარ თავზე გაქვთ აღებული, ვერ ართმევთ თავს, კეთილგონივრულად მოახდინეთ მათი დელეგირება და ზოგადად გახსოვდეთ, რომ ყველაფერი მოსწრებადია, ყველა საქმეს გააკეთებთ თავის დროზე, ამიტომ არ აყვეთ სიჩქარეს, მაშინაც კი თუ სხვები გაჩქარებენ, თქვენ მაინც დინჯად და კეთილსინდისიერად შეასრულეთ ყველაფერი თქვენი შეხედულებებისამებრ. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მეოთხე მაღალი არკანი იმპერატორი. თებერვალში იგრძნობთ, რომ საჭიროა მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეთ ამ სფეროს და მეტ ყურადღებას დაუთმობთ გარკვეული საკითხების მოწესრიგებას. მოგინდებათ, რომ ურთიერთობები აღარ იყოს სპონტანური ან გაურკვეველი და ემყარებოდეს გარკვეულ შეთანხმებებს და ურთიერთპატივისცემას. შესაძლებელია იგრძნოთ, რომ საჭიროა შექმნათ გარკვეული ჩარჩო, ერთგვარი სტრუქტურა, სადაც თქვენთვის, თქვენს თავში განსაზღვრავთ, როგორ გადაანაწილოთ პასუხისმგებლობები, გადახედავთ აღებულ ვალდებულებებს და განსაზღვრავთ, რა დროს და რა ენერგიას გინდათ, რომ უთმობდეთ პირად ცხოვრებას. ასეთი გადააზრების პროცესი გამოწვეული იქნება თქვენი სურვილით, რომ უფრო მკაფიოდ განსაზღვროთ და დააფიქსიროთ საკუთარი პოზიციები და პირად სივრცეში მეტად მყარად იგრძნოთ თავი, როგორც ემოციურად, ასევე პრაქტიკულადაც. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. კვერთხების რვიანი. ფიქრობ, ეს ბარათი თქვენს დატვირთულობაზე მიუთითებს. თებერვალში თქვენ დიდი ალბათობით ერთდროულად გექნებათ ბევრი საქმე მოსაგვარებელი, ბევრი საკითხი მოითხოვს თქვენს ჩართულობას და მოგიწევთ შესაბამისი ძალისხმევა მიმართოთ მათ მოსაგვარებლად. თუმცა მეორე მხრივ, ეს ბარათი ასევე გეუბნებათ, რომ თქვენ გექნებათ ენერგია ყველაფერს გაუმკლავდეთ, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და დაძლიოთ ნებისმიერი ტიპის სირთულე. რაც ბუნებრივია, თითოეული თქვენგანისთვის ინდივიდუალური იქნება, გამომდინარე თქვენი პირადი სიტუაციიდან. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს,
კვერთხების 6-იანი თებერვალში გააქტიურდებით და მეტად გამოჩნდებით იმ სივრცეებში, სადაც შესაძლებელი იქნება გააბათ ურთიერთობა. ამ პერიოდში მოიმატებს თქვენი შარმი და მომხიბვლელობა და შესაძლებელია იგრძნოთ როგორ ინტერესდებიან, გაკვირდებიან და იხიბლებიან ადამიანები თქვენით. ეს პერიოდი მოგცემთ შესაძლებლობას იგრძნოთ მეტი შინაგანი თავისუფლება და გამოავლინოთ საკუთარი თავი ისეთი ფორმით, როგორცაც დიდი ხნის განმავლობაში აავლენდით. და აქ არ გულისხმობ რაიმე გადაჭარბებას ან თამაშს, სიყალბეს, პირიქით ეს იქნება ბუნებრივი შინაგანი სიღრმის გამოტანა საჯაროდ, საკუთარი ღირსების და ღირებულებების დაცვით. ამავდროულად შეინარჩუნებთ თვითკონტროლს და პასუხისმგებლობის გრძნობას, რაც გულისხმობს, რომ დროს არ დახარჯავთ შემთხვევით კავშირებზე, თქვენი მოქმედებები იქნება არა ემოციური იმპულსებით გარნახევი, არამედ გააზრებული და ზუსტად გეცოდინებათ, რას ეძებთ და რას აღარ დაუშვებთ პირად კავშირებში. თუ აქამდე გქონდათ განცდა, რომ თქვენი ძალისხმევა შეუმჩნეველი იყო, თებერვალში შესაძლებელია ეს სურათი კარდინალურად შეიცვალოს და დაინახოთ, რომ სწორად პოზიციონირებას უკვე თავისთავად მიყავხართ სწორი კავშირებისკენ. ნახოთ თვით რეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ თებერვალში საქმიანი სფერო, კვერთხების რაინდი, საკმაოდ აქტიური ენერგიის ბარათია, თებერვალში გექნებათ მეტი სკეთების, მეტი თვით რეალიზების სურვილი, იქნებით თავდაჯერებულები და მიზანდასახულები, იგრძნობთ სიახლეებისადმი ინტერესს, გატაცებით იმუშავებთ და გამოავლენთ შრომის მოყვარეობას, ლიდერულ თვისებებს, გამჭრიახობას და გონებამახვილობას. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლებელია მიამბოხე და რევოლუციონერული თვისებებიც გამოავლინოთ და გამორიცხული არ არის, ბევრ საქმესაც შეეჭიდოთ ერთდროულად და თავი დაიტვირთოთ სხვადასხვა პასუხისმგებლობებით. თუმცა ამ პერიოდში შეძლებთ დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანას და გარკვეულ წარმატებებსაც მოიპოვებთ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მე-13 მაღალი არკანი სიკვდილი, საკმაოდ სერიოზული ტრანსფორმაციული პერიოდი გელით დასაქმებულ მერწყულებს თებერვალში. ეს ბარათი ზოგიერთი თქვენგანისთვის შესაძლებელია სამუშაო პროცესის შეწყვეტას ან დასრულებასაც გულისხმობდეს, მაგალითად ამ პერიოდში მოყვეთ რეორგანიზაციის პროცესში და დაკარგოთ სამსახური, ან დროებით მოხდეს თქვენი სამუშაო პროცესის შეჩერება, სხვადასხვა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე და ჩვეული სამუშაო რითმიდან მოგიწიოთ ამოვარდნა. თუმცა უმრავლესობისთვის მიუთითებს ღრმა და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების ეტაპზე, რომელიც არ იქნება უცაბედი და მოულოდნელი, სავარაუდოდ ასეთი განახლების აუცილებლობა დიდი ხნის განმავლობაში მწირდებოდა თქვენში. ამ პერიოდში შესაძლებელია ახლებურად გაიაზროთ საკუთარი თვითრეალიზების შესაძლებლობები, გამორიცხული არ არის მოგინდეთ შეიცვალოთ სამუშაო პოზიცია ან საქმიანობის სფეროც კი. მოგინდეთ რომ დაკავდეთ სხვა საქმით, რომელიც მეტად გაინტერესებთ და რომლის კეთებაც მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ამ პროცესში გირჩევთ არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, კარგად მოიფიქრეთ თქვენი სამოქმედო გეგმა და გადადგით მხოლოდ კარგად გააზრებული და პრაგმატული ნაბიჯები. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, ხმლების ცხრიანი, თავსმოხვეული შიშების ენერგია. ამ პერიოდში შესაძლებელია გქონდეთ უპერსპექტივობის განცდა, გარკვეული ნიჰილიზმი და ამ განწყობამ შესაძლებელია უმოქმედობისკენ გიბიძგოთ. გირჩევთ არ აყვეთ ემოციებს, გახსოვდეთ რომ მცდელობას ყოველთვის აქვს აზრი, არავითარ შემთხვევაში არ შეგეპაროთ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, მოიკრიბეთ ძალა და ენერგია, ჩამოყალიბდით რომელ სფეროში და როგორ გინდათ თვითრეალიზდეთ და გაბედულად იარეთ წინ დასახული მიზნების მისაღწევად. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, კვერთხების ცხრიანი,
ამ პერიოდში თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება გაანალიზოთ განვლილი გზა და მიღებული გამოცდილება. შინაგანად გექნებათ, ან შეიძლება უკვე გაქვთ განცდა, რომ რაღაც ეტაპი დასასრულს უახლოვდება და საჭიროა მოემზადოთ ახალი ეტაპისთვის. მაგალითად, მოახდინოთ თქვენი საქმის მასშტაბირება, ახალი მიმართულებების დამატება, ან ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. რეინვენტარიზაციაც გააჩნია, რას მოიცავს თქვენი საქმიანობა. შესაძლებელია გრძნობთ, რომ სამყაროში სწრაფად ხდება გარკვეული ცვლილებები, ტექნოლოგიური პროგრესი და აქტიურად დაიწყოთ ფიქრი, როგორ მოახერხოთ ამ ტექნიკური მიღწევების პოზიტიურად თქვენი საქმიანობისთვის სასარგებლოდ გამოყენება. ზოგადად ეს თვე თქვენი ბიზნესისთვის საკმაოდ სტაბილური თვე იქნება, მაგრამ გირჩევთ მნიშვნელოვანი დრო დაუთმოთ ფიქრს, ანალიზს და სამომავლო გეგმების ჩამოყალიბებას. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს თებერვალში, ხმლების 7-იანი, თებერვალში ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში საჭიროა გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე, არ წახვიდეთ რისკებზე და არ იმოქმედოთ სპონტანურად. შესაძლებელია გქონდეთ განცდა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთით შეხედვით ჩანს, მაგალითად სხვადასხვა შეთანხმებები, შემოთავაზებები, ან სხვადასხვა ხარჯები, რომ მეტ დაკვირვებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ დეტალებს და იზრუნოთ, რომ მაქსიმალურად დაიცვათ ბალანსი თქვენ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის. ნახოთ, რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. ხმლების 8-იანი. იზრუნეთ, რომ მაქსიმალურად გათავისუფლდეთ ნეგატიური დამოკიდებულებებისგან, ეცადეთ მოიპოვოთ შინაგანი თავისუფლება, გამოდით მსხვერპლის პოზიციიდან, მით უმეტეს, რომ ამ მდგომარეობაში თუ ხართ თქვენივე თვით შეზღუდვის გამო ხართ, მეტი იფიქრეთ სამომავლო პერსპექტივებზე და შეეცადეთ მოიპოვოთ შინაგანი ჰარმონია და მოიკრიბოთ შინაგანი ძალა, რომ თქვენი ენერგიის სრული მობილიზებით, რაც შეიძლება მალე შეძლოთ თქვენი ახალი და უკეთესი რეალობის შექმნა. ასეთი იყო 2026 წლის თებერვლის ტაროსკოპი მერწყულებისთვის. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, თოთ დააფიქსიროთ მოწონებით, რომ ეს ინფორმაცია მეტ ადამიანამდე მივიდეს, ხოლო თუ გსურთ, რომ ყოველთვე პირველებმა მიიღოთ მსგავსი პროგნოზები თქვენი ნიშნისთვის, გამოიწერეთ არხი, რადგან აქ რეგულარულად საუბრობ იმ პროცესებზე, რაც წინ გელოდებათ. კომენტარებში დაწერეთ, რომელი თემა აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს მაძლევს საშუალებას შემდეგ ვიდეოებში უფრო ზუსტად გავითვალისწინოთ თქვენი ინტერესები და თუ გითვლით, რომ გჭირდებათ უფრო ინდივიდუალური ხედვა და კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები, გელით პირად კონსულტაციაზე, ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოს აღწერაში. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.